მოვისმინეთ თქვენი არაერთი პროგნოზი მანამდეც, მათ შორის იგივე ღარიბაშვილის პერსპექტივასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროგნოზი ახდა, მაგრამ მაინტერესებს თქვენ ამ ტიპის გადაადგილებებს ერთიან თლიან სურათში მაინც რა პროცესის ნაწილად მიიჩნევთ? პირველ რიგში გეტყვით გიორგი, რომ სათქმელი აღარ დამიტოვეთ ყველაფერი თქვით, ბევრი ვერსია დაძუნებულთვის განსაკუთრებულად საინტერესო დახსნა. ყველა თქვენი ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, და ყველა ლოგიკურია. მათგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს. ეხლა რაც შეეხება ჩემ მოსაზრებას, ის ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ემთხვევა თქვენ, ესე ვთქვათ, ვერსიების თქვენ ვერსიებს. უბრალოდ მე ვიტყოდი ესე, რომ ბიძინა ივანიშვილი ბუნებრივია ძალაუფლებას არ და ვერ დაკარგავს. რატომ? იმიტომ რომ ის თulis რომ ძალაუფლება საქართველოში არის მისთვის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნება მისი კეთილდღეობა და მისი უსაფრთხოება. სხვა ინსტრუმენტს ის ვერ ხედავს როგორც საქართველოში, ვერ ხედავს ვერც დასავლეთში და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც რუსეთში, არავის არ ენდობა. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია მხოლოდ იმიტირება გარკვეული პროცესის, გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებები. და რაში შეიძლება მდგომარეობდეს ეს ტაქტიკური მოსაზრებები, ხო? მისთვის არ დამახასიათებელი იყო ამა თუ იმ ეტაპზე, ამა თუ იმ პრემიერ-მინისტრისთვის საბელის დაგრძელება. საბელის დაგრძელება, ილუზიას უქმნის რაღაცა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აირიდოს თვითონ პასუხისმგებლობა და გადაიტანოს ფორმალურ თანამდებობის პირზე. ეხლა მისთვის განსაკუთრებით მძიმე მომენტია, რატომ? იმიტომ რომ სრულიად ცხადია ხელისუფალმა გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის ჩაბეტონება, რასაც ქვია შეუქცევადი რო გახდეს ეს პროცესი და ნებისმიერი ალტერნატიული აზრი იქნება ეს თუ ალტერნატული ქმედება წავიდეს სამზარეულოში, ანუ სისტემური ხასიათი დაკარგოს და დაქუცმაცდეს, დათითოკაცდეს, რასაც ქვია, ხო? ეს არის მისი ამოცანა. ამისათვის ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა შევზადებულია, ხო? იგივე საკანონმდებლო ცვლილებების სახით, ადმინისტრაციული ტექნოლოგიების სახით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უნდა გადავიდეს დასკვნით ეტაპზე, ანუ რეალურად უნდა დაამყაროს ეს ავტორიტარიზმი, რომელიც ჯერჯერობით ეს მყიფე ხასიათს ატარებს. ეხლა ეს ურთულესი პროცესია, მშვენივრად ესმის, ან წარმატებული იქნება, ან შეიძლება არ იყოს წარმატებული. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში პასუხისმგებლობის მოხსნა. პასუხისმგებლობის მოხსნა საკმაოდ რთული თემაა, იმიტომ რომ საზოგადოებას როგორც წესი არ ჯერა ხოლმე, ხო? ბიძინა ეხლა რამდენჯერ დაიმალა ბუჩქებში, მაგრამ ბუჩქები და ყურები ყოველთვის უჩანდა, ხო? ეხლა იმიტაციიდან გადადის კონკრეტული ფაქტების დადებაზე. ის კობახიძესაც ეუბნება, რომ აი მოდი, შენ დააკომპლექტე როგორც კიდე შენ აიღე. ესე რომ ვთქვათ, შენ მართე ყველაფერი ეს პროცესები და ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უმძიმესი პროცესია და კობახიძეც არ მგონია რომ იყოს იმდენად უჩქუო, რომ ვერ ხვდებოდეს რამხელა ხაფანგში ყოფს თავს, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს, რა უნდა ქნას, არა ხო არ ეთქვის არა? ამასთან ბატონ გია, მოდით ერთ შეკითხვას დაგისვავთ. დაუშვათ ეს ხდება, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და ამის ბევრი არგუმენტი ნამდვილად არსებობს. რა გარანტიები აქვს თავად ივანიშვილს, ან რა ინსტრუმენტები რჩება ხელში, თუ კი აღარ სუსია მისი უშუალო კონტროლის ქვეშ, აღარ ჩინეგან საქმეთა სამინისტრო, ანუ ის სისტემები და სტრუქტურები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ტიპის რეჟიმებს გავლენას უნარჩუნებენ და ეს ყველაფერი კობახიძის და კალაძის ხელშია კონცენტრირებული, რომ საჭირო მომენტში, როდესაც აი ამ პასუხისმგებლობის შეტენვის შემდეგ საჭირო გახდება ამაზე პასუხისმგებლობის დაყენება, მან ამას მიაღწიოს. ჩვენ არერთხელ გვინახავს ახლა ბევრის მნახველი ვართ, გვახსოვთ იგივე შევარდნაძის პერიოდში, ნაკლებად შემდეგ, მაგრამ სააკაშვილის პერიოდშიც შიგნით სულ იყო თამაში, ხო? ანუ სისტემის ვერტიკალის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფებებისათვის შესაძლებელი მიცემის, მაგრამ აი იგივე შევარდნაძის შემთხვევაში იმავე წამს, როდესაც მან კახათ არ
ხმაზე და ეს ბლოკი, ასე ვთქვათ, გაანეიტრალებინა შვანიას ფრთას, იქ უკვე სულ სხვა თამაში დაიწყო და პრინციპში, ხო, გასაგებია, დიახ, ჩემი შეკითხვა. ხო, სანამ ამაზე გიპასუხებთ, მოკლედ დავამთავრებ იქ, ხო, მეორე მოტივიც აქვს, რა თქმა უნდა, კობახიძე ხა მე ხშირად მithქვამს, რომ არის ეს პოლიტიკური სოციოპათი, ხო, კლასიკური, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავების მარხვა, ანუ პასუხისმგებლობის ასხლეტა, აცილება, ხო, და როდესაც ბიძინას მასთან ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, ის ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მე რა ვქნა იქ გომელაურმა რაღაცა არასწორად გააკეთა აქეთ ლილუაშვილმა რაღაცა შეცდომა დაუშვა და ამ შემდეგ, ანუ ის ესე პირდაპირ ბიძინას უბრუნებდა ამ პრეტენზიებს უკან, ანუ ისხლიტავდა პასუხისმგებლობას და ეხა ეს კომფორტი კობახიძეს აღარ ექნება. ბიძინა მე თუ მკითხავთ, აი გარკვეულწილად ეს წაუგებელ თამაშს თამაშობს ამ შემთხვევაში, რატომ? იმიტომ რომ აი ამ გზაზე, ამ ავტორიტარიზმის დამკვიდრების გზაზე თუ კობახიძე იქნება წარმატებული, ის მას აუცილებლად ჩარეცხავს, იმიტომ რომ წარმატებული ადამიანი, რა თქმა უნდა, მისთვის გაათმაგებული საფრთხეა და ამ შემთხვევაში მან ის უნდა ჩარეცხოს და თუ წარუმატებელი იქნება, გაათამაშებს სცენარს, რომ მოგენატრებათ ბიძინა და ეს განწყობები საზოგადოებაში უკვე არის, ალბათ თქვენც გძნობთ, ხო, რომ კობახიძეზე აი ოპოზიციონერები უფრო მეტად იძაბებიან ბიძინა ენატრებათ, ისე ბიძინა იყოს ჯობიაო რა. თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც დიდი პოპულარობით თავად კობახიძე ხარიბ შულთან შედარებით ყოველ შემთხვევაში არ სარგებლობდა დიახ. აი ეხა აქ მივდივართ, ანუ ფაქტობრივად ბიძინას ეს მოგენატრებათ ბიძინას სცენარი ძალიან მოწონს, ხო? იმიტომ რომ გასაგებია რომ ის არის ხა აშკარად ნეგატივში წასული, მაგრამ კობახიძე რომ განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოავლენს, ამ დროს გამოვა ბიძინა და აუ ეს რეებს აკეთებს და ამ შემდეგ და შეიძლება რაღაცა პოზიტივის ნაწილი თავის მიმართ შეიძლება დაიბრუნოს, აი მოგენატრებათ მამათი, ხო გახსოვთ ის მიშა ბობოქროვდა შევარდნაძე რო ენატრებოდა. ბატონი ნაცვლიშვილია მაგ ფრაზის, ისტორიული ფრაზის ავტორი, მაშინ პარლამენტში ჩხუბის და ცემის შემდეგ. ხო და ეხლა რაც შეეხება როგორ მოახერხებს და არსებობს თუ არა რისკები, ხო, რომ მან კონტროლი დაკარგოს საბოლოოდ და ესე რომ ვთქვათ, მე გაუჭირდეს დაბრუნება. ну რა თქმა უნდა ეხლა რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩემის აზრით ეს რისკები არის მინიმალური და გეტყვით რატომ. სისტემა საერთოდ ისეა კონსტრუირებული, რომ ის მთლიანად დაშენებულია ბიძინაზე, რასაც ქვია, ხო? ბიძინა განუყოფელი ნაწილია, განუყოფელი, უпроსორად აი ეს არის ეს ყველაფერი არის ერთ სხეულად არის განსხეულებულია ბიძინაში, ანუ სისტემას სწორება აქვს პირადად ბიძინაზე და არა ამ გაუგებარ ხალხზე, ხო? კობახიძე ახსენეთ და კალაძე, რომლების ავტორიტეტით სისტემაში რა თქმა უნდა ნულოვანია. კონკრეტულ მექანიზმებს რაც შეეხება პარლამენტი, ხო, ეხლა პარლამენტში ბიძინას ბუნებრივია იქ დარჩენილ ნაწილში რაც არის ბიძინას აქვს მყარი უმრავლესობა, რომელიც არასოდეს არ გადათამაშდება იმაზე, რა ქვია, კობახიძეზე. აქედან გამომდინარე საპარლამენტო კრიზისის მექანიზმითაც შეუძლია მოიშოროს მით უმეტეს თუ კამპანიას დაიწყებს, რომ ეს ვინ ყოფილა ეს სადისტიო თუ ესე რომ ვთქვათ გამოვა და უკმაყოფილებას გამოთქვას, ეს რეებს აკეთებს აქო და რაღაც ერთ-ორ ესე რომ ვთქვათ დაპირებას, დემოკრატიულ დაპირებას მისცემს საზოგადოებას. ხო, ასე რომ კი ბატონო რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის ესე რომ ვთქვათ გათამაშების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, მით უმეტეს რომ ბიძინა ეხა ტაქტიკურ თამაშებში არის უბადლო და ეხა ვერანაირი კობახიძე, რაც არ უნდა ნიჭიერი სოციოპატი იყოს, მას ამ თამაშებს ვერ მოუგებს. რუსული ფაქტორი, რა თქმა უნდა, აქ არის მნიშვნელოვანი, თქვენ ეს ყველაფერი ახსენეთ, ისაუბრეთ ამაზე. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ბევრად უფრო კომფორტულია კობახიძე, რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ძვირიჯდება, ხო? ბიძინაც არ არის ეხა წინააღმდეგი რომ მოიმსახუროს რუსულ ინტერესს, მაგრამ ბიძინას აქვს თავისი ამბიციები, თავისი რაღაცა გათვლები, ხო? ანუ რუსეთი, ესე რომ ვთქვათ, რუსეთი ის არ არის საერთოდ ყურმოჭრილი მონა, ხო? თავისი რაღაც ინტერესები აქვს. სტუდიაში ცოტა არ მე მითხარით რა? არა, უკაცრავად, გააგრძელეთ. ხო და აქედან გამომდინარე კობახიძე რა თქმა უნდა რუსეთის ბევრად უფრო კომფორტული ფიგურაა, პირდაპირ აბსოლუტურად მანიპულირებადი
და უსიტყვოდ შემსრულებელია ყველაფრის და ორშაურად იყიდება რაც ორშაურად ყავს ნაყიდი ხო და ეხა ბიზნეს ეხა რატო უხადო ნამდვილი ხო სხვა სახით მე მას და მეც ფულს არ გულისხმობ აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა შეიძლება ეს სცენარი იყოს და მე ეხა როდესაც გითხარით რომ მოგენატრებათ ბიზნა ესე შეიძლება იყოს ბიზნეს თამაშის ნაწილი რომ მარტო საზოგადოებას კი არ მოანატროს თავი არამედ რუსეთსაც მოანატროს ეხა რუსეთს დაანახოს რომ კი ბატონო თქვენ გინდათ რომ გადავაბარო ბატონო გადავაბარებ მე გიჯერებ თქვენ ყველაფერს და ეგერ ეს ბიჭი გინდათ და ამ ბიჭს ეხა ვაბარებ თლიანად ძალაუფლებას და თუ დაჭირდა მივეხმარები კიდევაც და ეს შემდეგ ეს ტექსტები მაგრამ რეალურად ესე რომ ვთქვათ კრიზისისკენ წავიდეს ყველაფერი და ისევ რუსეთს ათხოვნინოს რომ ბიზნე დაბრუნდეს რუსეთსაც ათხოვნინოს ანუ ჩვენ ერთი მხრივ ჩვენ გვათხოვნინოს მეორე მხრივ რუსეთს ათხოვნინოს ძალიან საინტერესო განვითარება არის ამ ვერსიის მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ კრიზისზე აკეთებს გათვლას ივანიშვილი ანუ სიტუაციის მაგრამ ეს რისკებსაც ძალიან აწევს ხო თავისთავად ცხადია კი მაგრამ ნუ სხვა გზა რა აქვს ბიზნეს ხო არ არის ეხა ბიზნეს ხო არ აქვს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის ხო ბიზნეს აქვს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის თან აქ შემოდის კიდე სხვა ელემენტები ხო ეს აი მრავალწახნაგოვანია ეს ყველაფერი ხო ბიზნეს ამ გზით შეიძლება ბიზნეს შანსები რომ სანქციები თავიდან აირიდოს გაიზარდოს ხო იმიტომ რომ ის ლობისტების მეშვეობით რომ მუშაობს ყველგან ხო და მას შეუძლია ხა იმ ლობისტების მეშვეობით ამერიკაში იქნება თუ ევროპაში ხმა მიაწვდინოს რომ მე სულ გაწეული ვარ ეგ რა ყველას ის ნიშნავს ყველაფერი ის არის კი ბატონო მე შემიძლია კიდე რამე გავაკეთო ჩემი ავტორიტეტით კი ბატონო მითხარით რა გავაკეთო და გავაკეთო ანუ ითამაშოს აი ამ დასავლეთის მიმართულებითაც ო ეხა მე ისე არ გამომივიდეს რომ ბიზნა რაც ეხა გელაპარაკეთ ამაზე არ ფიქრობდა და ეხა რომ მოусმეს ესე რომ თქვა მოეწონოს და მე მართლა ესე გავაკეთე არის მაგის შანსიც არის სიბარლე გითხრათ კი იმიტომ რომ ასე მრავალსულიან ასე თქვა ოპერაციებს გეგმავდეს მე ეჭვია მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგებზე რადგანაც ვლაპარაკობ სანამ ერთად ვიყავით გეგმავდა ნუ რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად მაგრამ გეგმავდა ხო და მოგენატრებათ ბიზნეს ამბავში შეიძლება მოენატროს გიას ხუხას რეკომენდაციებიც მაგ ლოგიკას თუ გავყევით ბატონო გია ბოლოს მინდა კითხოთ ერთია რა შეიძლება გეგმავდეს ადამიანი ერთია რის მიღწევა უნდოდეს მაგრამ პოლიტიკა ამით არის სხვა შორის საინტერესოც და არაპროგნოზირებადიც რომ რასაც გეგმავ მე ყველაფერი ისე არ გამოდის და ჩვენი რეალური ვითარების გათვალისწინებით რას ისურვებდით თქვენ ქართული ოპოზიციის და საზოგადოების რეაგირების კუთხით. ანუ ეს ერთია იქ რა იგეგმება იმ ფლანგზე და მეორე არის ეს ყველაფერი როგორ შეიძლება გამოიყენოს სათავისოდ ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც აი ამ წინააღმდეგობის დიდ მოძრაობაშია ჩართული, დიახ. ეს ანიშნავად შეიძლება გამოიყენოს ჩვენ ყავს უზარმაზარი არმია ეხლა ხო რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეაზანზარებს ხო და გაისტუმრებს რასაც ქვია და ჩვენ ეს ვიხილეთ ეს ენერგია უზარმაზარი მაგრამ სამწუხაროდ ეს ენერგია არის დაგსაქსული ხო ეხლა უამრავი მარში ვიხილეთ ეს სოციალური თუ ესე რომ ვთქვათ პროფესიული ჯგუფების ეხლა ეს ყველაფერი ეხლა გააერთიანეთ და შეხედეთ რამხელა კაპიტალია ხო ამას ვერანაირი ხელისუფლება ვერ გაუწევს პრობლემა არის სხვა რამეში პრობლემა არის იმას რომ არ არსებობს სამყაროში არმია რომელიც მთავარ სარდლის გარეშე და სარდლობის გარეშე ომს მოიგებს ხო და ჩვენ გვაქვს პრობლემა სარდლობის ეხლა სარდლობა არ და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას ანუ არმია არც ენდობა მას ხო და არც თვითონ არ აქვს სარდლობას მასდამეს დიდი სურვილი რომ ესე რომ ვთქვათ რაღაცა სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმით ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია, კონსოლიდაცია მოახდინოს, სათავეში ჩაუდგეს და გენერალური ბრძოლა გამართოს, ხო? მე პოლიტიკური კლასი მყავს ხელდელობაში, სამწუხაროდ ჩვენი მთავარი პრობლემა ამ საზოგადოების და მთავარი კოზირი ბიზნესი დღეს უკვე, ხო? დაკოტრებული ხელისუფლების არის ოპოზიცია. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი რითაც დღეს ქართული ოცნება ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ყავს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ საჭესთან დაჯდეს და აი სახელმწიფო მანქანა პოლიტიკური პროცესი წინ წაიყვანოს, უკანა სავარძელზე ზის და ელოდება მანქანა თავისით როდის გადაადგილდება.
ესე არ ხდება. ხო, მანქანა თავის არ გადაადგილებ, ნახოთ როდის გადმოჯდებიან ისინი საჭესთან. მადლობა.